როგორც ცხოვრობს და რას მოღვაწეობს ბელგიის ქართული საკვირაო სკოლა და ბინა სწავლის ეთნიკურ ქართველებს ქართულ ცეკვას დიასპორის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი სამუშაო ვიზიტით ბელგიაში იმყოფება. პაპუნა დავითაია ქალაქ ბრიუსელში ქართული ფოლკლორული ანსამბლის რეპეტიციას დაესწრო და შეხვედრა ბელგიაში მცხოვრებ ქართველებთან გამართა. გადაწყდა, რომ დავითაია ხვალ ბელგიის მიგრაციის სამსახურის ხელმძღვანელთან შეხვედრას გამართავს. უწმინდესი და უნეტარესი სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი და წირვას თამარ მეფის სახელობის ტაძარში დიასპორის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ბელგიაში დაესწრო. წირვის დასრულების შემდეგ პაპუნა დავითაია ეკლესიის მრევლს გაესაუბრა. პაპუნა დავითაია ქალაქ ბრიუსელში არსებულ ქართულ საკვირაო სკოლასაც ესტუმრა. სახელმწიფო აპარატის მიერ საზღვარგარეთ არსებული საკვირაო სკოლებისთვის საქართველოში არსებული სასკოლო პროგრამის შესაბამისი პროექტი შემუშავდა. პროგრამის ფარგლებში საკვირაო სკოლებისთვის ქართული ენის და ლიტერატურის, საქართველოს ისტორიის და გეოგრაფიის სახელმძღვანელოები გამოიცა. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია ის, რომ აქ ბელგიაში, ბრიუსელში, რომელიც არის ევროკავშირის პოლიტიკური ცენტრი, ყავდეს ესეთი მნიშვნელოვანი ძლიერი, კარგი დიასპორა, რომელსაც თავისი საკვირაო სკოლა აქვს, თავისი ეკლესია გააჩნია, იკრიბებიან, ერთმუშტად არიან შეკრულები. ბელგიაში ვიზიტის დროს სახელმწიფო მინისტრი ქართული ფოლკლორული ანსამბლის იმედის რეპეტიციასაც დაესწრო. პაპუნა დავითაიამ ანსამბლის წევრების სპეციალურად მათთვის შეკერილი ჩოხებით დაასაჩუქრა. ჩვენ მაქსიმალურად ვეხმარებით მათ, ვაპირებთ კიდევ სხვა რაღაც პროექტებიც განვახორციელოთ. სპეციალურად მათთვის ჩვენ ფოლკლორული მიმართულებით, სპეციალურად ანსამბლისთვის ჩამოვიტანეთ აღჭურვილობა, ინსტრუმენტები, ასევე საკვირაო სკოლისათვის ჩამოვიტანეთ სახელმძღვანელოები, კომპიუტერები, ის კომპიუტერები, რომლებიც საქართველოს სკოლებში რიგდება, ასე რომ მაქსიმალურად ვცდილობთ, რომ ესენი იყვნენ მიბმულები ბოლომდე თავიანთ დედა სამშობლოსთან. სამუშაო ვიზიტით სახელმწიფო მინისტრი დიასპორის საკითხებში ბელგიაში 3 დღეა იმყოფება. მინისტრის შეხვედრებს სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლებთან გამართავს.